ჩემ ბავშვობაში მულტფილმი იყო ასეთი ანტილოპა ქვიოდა. ერთხარი ბიჭს ყავდა ანტილოპა, რომელიც ქუს დაარტყამდა და ოქროები ცვიოდა და გაიგო სულთანმა რომ ამ ბავშვს ყავდა ეს და წაართვა არა და ეს ბავშვი სიკეთეს აკეთებდა ვისაჭუჭი და მივიდო და დაარტყამდა ეს დააყრიდა ოქროებს. და სულთანმა გაიგო და წაართვა ეს ანტილოპა და უბრძანა აბა ოქროები დაყარეო. და ყრის ეყრება ახლა ამას დარბის ანტილოპა თელ სასახლეში ოთახში და ყრის ამ ოქროებს ყრის და ეყრება ახლა ამ სულთანს ეყრება და ამ გაგიჟებული ამ ფულის სიყვარული და კიდევ რუსულად იყო ისე ეშო ნუ კიდევ გაკივის და ყრის ეს ანტილოპა ამ ოქროს მონეტებს და ყრის და ოვიდა აქამდე ქონდა უკვე სულთანს, მაგრამ მაინც ყვირის კიდევ და ყრის და გადაეყრება ბოლოს თავზე მთლიანად და ჩაირჩობა ამ ოქროში. და ეს ახლა რატომ უყოვი? ზუსტად ამ დღეში ახლა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, ეგრეთ წოდებული ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები და კიდევ გაკივიან, კიდევ და აი დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს ღორობა და კიდევ ძახილი ჩაახშობთ მათ. მაგრამ ამასობაში ქვეყანას ზრობა-სული, აი ესაა ტრაგედია. და რა თქმა უნდა ეს ანტილოპა არის საქართველო ამ წუთას, რომელსაც ატყაებენ რა. და ბოლომდე რო ჩაიქშობიან მე დარწმუნებული ვარ. მაგრამ ეს თუ ხანგრძლივი პროცესი იქნა, აღარ საქართველო აღარ იქნება მერე და რაღა თქინდა რამე თუ დაიქშობიან ვიცი, მაგრამ აი მე საქართველოს აღარ იქნება და მაგენის დახშობა ვისრასიკვდილად უნდა გაცო. ამიტომ კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ იქნება ჩვენ დავძლიოთ კიდევ ზახილს თავი და რამენაირად უნდა ვიბრძოლოთ ქუჩით აუცილებლად და უნდა ჩავახშოთ და ევროპაც უნდა დავარწმუნდეთ, რომ გააქტიურდნენ და როდესაც ახლა სანქციები შეუჩერენ, ყულების სანქციები, არ ვიცი რა ევროპას რაჭის, მაგრამ ალბათ ჩვენი ბრალია იმ ადამიანებს, ვინც ევროპას ვესაუბრებით, რომ ვერ დავარწმუნეთ, რომ ეგენი არიან მატყუარები და არავითარი ყულებში პირობას არ დაიცავენ, იმიტომ რომ მათი ძირითადი შემოსავალი არის ეს. და დროა დავარწმუნოთ ევროპელები, რომ რამდენჯერ უნდა მოგატყულოთ ქვეშობეზაღლები, აი რამდენჯერ უნდა მოგატყულოთ, რომ გადადგათ რადიკალური ნაბიჯები. სხვანაირად ჩვენ მათი ჩამოგდება გაგვიჭირდება და სანქციები რო აჯავრებს, კი იძახენ, არ გვაჯავრებსო, მაგრამ სანქციები რო აჯავრებს, დღევანდელი ჟივილი-ღივილიდან ჩანდა ყველაფერი. რა თქმა უნდა, სანქციები მოუხაზავთ ამ დღეს. ამიტომ უნდა ვიმუშაოთ ევროპულ სახელმწიფოებთან, რომ სანქციები იყოს, არავითარი გადავადება, მატყუარებთან მოლაპარაკება არ შეიძლება. მადლობთ ყურადღებისათვის.